უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, რომელსაც ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, თან ახლავს რუსეთის მხრიდან აქტიური სამხედრო შეტევები. და მაგალითად, ბოლოს 23 აპრილის ღამეს კრემლმა ერთ-ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა ქვეყანაზე. რა დროსაც გამოყენებული იყო 215 სხვადასხვა მოდიფიკაციის სამხედრო შეიარაღება, მათ შორის დრონები, ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები და ამ შემდეგ. და იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ალბათ სულ უფრო ცოტას დარჩა იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს და განაახლებს სამხედრო მხარდაჭერას, უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნულ სამხედრო ინდუსტრიას და დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ სწორედ უკრაინის სამხედრო მრეწველობის დეტალებზე. თუმცა თავდაპირველად ჩვენ რადგან ვისაუბრეთ რუსულ იერიშებზე, საინტერესოა რომ აღვნიშნოთ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო ანგარიშები, სადაც აღნიშნულია, რომ კრემლი უფრო და უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს შორიმანძილიდან იერიშებს, რა დროსაც გამოყენებულია დრონები, სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტები და ამ შემდეგ და უფრო იშვიათად მიმართავს მასშტაბურ სახმელეთო იერიშებს. და ეს ყველაფერი ასახულია 2024 წლის მონაცემებზეც. ახლა გრაფიკულად წარმოგიდგენთ ამ მონაცემებს, რომლებიც მოამზადეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით და ჩანს ტენდენცია, როგორ ვითარდება 2024 წლის განმავლობაში ასეთი შორიმოქმედების საშუალებების გამოყენება რუსეთის მხრიდან და ვხედავთ, რომ რადიკალურად და მკვეთრად იზრდება წლის ბოლოსთვის დრონების გამოყენება მნიშვნელოვნად და ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბოლო პერიოდში თავად უკრაინაც საკმაოდ აქტიურად იყენებს საკუთარ ეროვნული წარმოების შეიარაღებას შორმანძილზე რომ მიიტანოს იერიში და საკმაოდ განავითარა უკრაინამაც სამხედრო მრეწველობა მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთი საშუალება უკვე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რომელთაც ცდილობს კიევი, რომ ჩაანაცვლოს, ასე ვთქვათ, დასავლური, უფრო მეტად კი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიღებული სამხედრო შეიარაღება. ახლა კვლავ გაჩვენებთ ვიზუალურად რამდენიმე მათგანს შეიარაღების რამდენიმე ნიმუშს, რომელიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება და ეს არის უკრაინული წარმოების შეიარაღება. ასე მაგალითად, ერთ-ერთი არის პეკლო, ეს არის ფრთოსანი რაკეტა, მისი სიჩქარე არის 700 კმ/სთ და დაფარვის მანძილია 700 კმ. შემდეგი ასევე ცნობილი შეიარაღება პალიანიცა, ეს არის ტურბორეაქტიული საშუალება, ხმელეთზე ბაზირებული, დაფარვის მანძილი აქვს მას 600 კმ. რუტა კლასი არის რაკეტა დრონი, სიჩქარე არის მისი 800 კმ/სთ სიჩქარე და დაფარვის მანძილი არის 300 კმ და ნეპტუნი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა. სწორედ ნეპტუნთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ბოლო მოდიფიკაციებით ის 1000 კმ-იან მანძილს ფარავს და ახლა ჩვენ რუკაზე ვხედავთ თუ რა ფართობს ფარავს უკრაინული შეიარაღება, სადაც ამ ფართობზე არაერთი რუსული სამხედრო ობიექტია, მათ შორის შეიარაღების საწყობები, აეროდრომები და ასე შემდეგ. სწორედ შეიარაღების საწყობს დაარტყეს რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა 1000 კმ-ით მოშორებით საზღვრიდან და სწორედ ეს ის საწყობი იყო, სადაც რუსეთი აწარმოებდა იმ დრონებს, რა დრონებითაც ასე ხშირად უტევს უკრაინას კრემლი. და სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით უკრაინაში წლები არსებობს სპეციალური პლატფორმა. ეს არის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭო. საბჭო აერთიანებს კერძო კომპანიებს, რომლებიც უშუალოდ სამხედრო ტექნიკაზე მუშაობენ და მჭიდრო ურთიერთობა აქვს სამთავრობო სტრუქტურებთან, მაგალითად თავდაცვის სამინისტროსთან და ასევე ისეთ მსხვილ სამხედრო სამრეწველო ობიექტებთან, როგორიც არის მაგალითად უკრობორონპრომი. და ჩვენ ვესაუბრეთ სწორედ უკრაინის სამხედრო მრეწველობის დეტალებს და განვითარების პერსპექტივებზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს და მოусმინოთ ამ ინტერვიუს. უკრაინის სამხედრო მრეწველობის შესახებ საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს უპასუხებს უკრაინის თავდაცვის ალიანსის დირექტორი იჰორ ფედერიკო. Good evening, Mr. Federico. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ მთავარი კითხვით. რა ეტაპზეა ახლა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია? როგორ განვითარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო? Since the beginning of the full-scale invasion.
So as of 2025, Ukraine's უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია მართლაც სწრაფად იზრდება. very fast. ამ სფეროში 700-ზე მეტი კომპანია მუშაობს და მათგან 600-მდე კერძო ფირმაა. And around 600 of them are private. თავდაცვის ინდუსტრიაში კი 300,000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. რაც შეეხება მთლიანი წარმოების სიმძლავრეს, დაახლოებით 35 მილიარდი დოლარია წელიწადში. Now about $35 billion per year. ეს ჩვენთვის დიდი ნახტომია, რადგან სულ რაღაც 3 წლის წინ ჩვენ თითქმის ნულიდან დავიწყეთ. So we're starting almost from zero. ეს ზრდა განპირობებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარხნებისა და კომპანიების მოდერნიზაციითა და კერძო სექტორის სწრაფი განვითარებით. Companies also. Private companies focus კერძო კომპანიები ყურადღებას ამახვილებენ დრონებზე, რობოტებსა და ახალ ტექნოლოგიებზე. სახელმწიფო კომპანიები კი უფრო კლასიკური არაღზე არიან ორიენტირებული. classic weapons. ეს არ არის მხოლოდ ინდუსტრია, ეს არის სრულფასოვანი სისტემა, რომელიც ომის დროსაც კი არ წყვეტს განვითარებას და ზრდას. Even during the war. Interesting. Thank you. რაც შეეხება გამოწვევებს, რა არის ამ მომენტისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა? განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ლოგისტიკასა და წარმოების შესაძლებლობებს. Logistics. Our production capacity grows really very fast and it grows every day. ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები ძალიან სწრაფად ყოველდღიურად იზრდება. Factories 10 or even 15 times მხოლოდ bigger. ერთი წლის განმავლობაში ზოგიერთმა კომპანიამ საკუთარი ქარხნები 10-ჯერ ან თუნდაც 15-ჯერაც კი გააფართოვა. მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს გამოწვევები განსაკუთრებით კომპონენტებისა და მასალების კუთხით. Is looking for new suppliers. We need microchips. უკრაინა ყოველთვის ეძებს ახალ მომწოდებლებს. გჭირდება მიკროსქემები, დენთი ზოგიერთი სახის შეერაღებისთვის. მისი მიღება ნამდვილად რთულია, რადგან იარაღს ახლა ბევრი, ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს და მოთხოვნა მართლაც დიდია. And the demand is really high. კიდევ ერთი პრობლემაა ღირებულება. დასავლური ნაწილები ხშირად ბევრად უფრო ძვირია ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან შემოვიტანეთ. Than those we used to buy from China. ამიტომ ჩვენ კარგ ხარისხსა და კარგ ფასს შორის ბალანსი უნდა ვიპოვოთ. And good price. თუმცა ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ამ კომპონენტების გარკვეულ ნაწილს უკრაინაშივე. ჩვენ სწრაფად მივდივართ საჭირო კომპონენტების შექმნის თვალსაზრისით, მაგრამ ეს მაინც დიდ გამოწვევად რჩება. Right components remains a big issue. And how is თქვენ ახსენეთ ტექნოლოგიები და როგორ ახერხებს უკრაინა ამ ომის პირობებში ამ საკითხების დახვეწას? especially under wartime conditions? So Ukraine is probably the fastest country in the world. Then it comes. უკრაინა ალბათ ყველაზე სწრაფი ქვეყანაა მსოფლიოში, როდესაც საქმე ეხება იდეების რეალური იარაღად გადაქცევას. ზოგჯერ კონკრეტული იდეის განხორციელებასა და ამ იარაღის ბრძოლაში გამოყენებას 3 ან 6 კვირა სჭირდება. Right now we have more than 2,000. ამჟამად უკრაინაში გვაქვს თავდაცვის 2,000-ზე მეტი სტარტაპი და კვლევითი კომპანია. ეს არის უზარმაზარი ციფრი. ბევრი მათგანი იღებს სამთავრობო გრანტებსაც, პროცესის დასაჩქარებლად სარგებლობს სპეციალური ტესტირების ზონებით. One example and one of the best. ამის ერთ-ერთი მაგალითია Brave One პლატფორმა, რომელსაც მხარს უჭერს 6 სხვადასხვა სამინისტრო. ჩვენ ვხედავთ უამრავ ინოვაციას, როგორებიცაა დრონები, სახმელეთო რობოტული სისტემები, ელექტრონული ომის საშუალებები და სხვა მობილური სისტემები. Ground robotics systems, electronics warfare and mobile systems. ეს სამუშაოები თანამედროვე მიდგომებს გულისხმობს და უკრაინაც შესაბამისი ტექნოლოგიებით პასუხობს. Modern technologies. რა შეგიძლიათ თქვათ საერთაშორისო კორპორაციებისა და უცხოელი პარტნიორების წვლილზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მშენებლობაში? Industry. So 100% international cooperation is really important for our defense. 100%-ით საერთაშორისო თანამშრომლობა მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვის სექტორისთვის. ყოველთვიურად ხვდებით უცხოელ პარტნიორებს. 100-ზე მეტმა კომპანიამ 25 ქვეყნიდან უკვე გამოხატა ინტერესი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენთან თანამშრომლობაზე. ჩვენ არა მხოლოდ ვყიდულობთ ან ვყიდით აღჭურვილობას, არამედ ვქმნით გიგანტურ კომპანიებს, გიგანტურ პროდუქციას. ერთად ვავითარებთ ახალ ტექნოლოგიებს და ერთად ვიწყებთ წარმოებას უკრაინაში. Big defense companies like Kindes, თავდაცვის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა მაგალითად Thales-ი, უკვე მუშაობენ აქ, უკრაინაში. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც უკრაინა გახსნის თავდაცვის ექსპორტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მწარმოებლებისთვის, კიდევ უფრო მეტ პარტნიორს შევიძენთ.
It will bring us even more ეს partnerships. დაგვეხმარება განვითარებაში სხვა ქვეყნებს კი საშუალებას მისცემს. მოემზადონ ისეთი თანამედროვე ტიპის ომისთვის, როგორიც ჩვენი უკრაინის ომია. Such as our Ukrainian war. And our last question is about how და ჩვენი ბოლო კითხვა: როგორ მუშაობს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭო მთავრობასთან, სამთავრობო უწყებებთან, მარეგულირებელი თუ სხვა ბარიერების მოსახსნელად? barriers. For sure, the Ukrainian Council of Defense Industry works closely with the government. რა თქმა უნდა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან. ჩვენ უკავშირდებით სამინისტროებს, პარლამენტის წევრებსა და ექსპერტებს. They plan to fix law and rules that make ასე რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევქმნათ გეგმა იმ მიზნით, რომ გასწორდეს კანონები და რეგულაციები, რომლებიც ანელებს ან ართულებს თავდაცვის წარმოებას. We are working on 10 important legal changes. These include ამჟამად ვმუშაობთ 2025 წლის 10 მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებაზე. ეს მოიცავს სახელმწიფო შესყიდვებს, ექსპერტთა შეფასებებს, საგადასახადო წესებსა და რეგულაციებს. because one rule can affect many others. ყველა ცვლილება გულდასმით უნდა შემოწმდეს, რადგან ერთმა წესმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბევრზე. Team of professional lawyers. ასევე გვყავს პროფესიონალი იურისტების გუნდი, რომელიც გვეხმარება ამ საქმეში. Our goal is to make the whole system ჩვენი მიზანია გავხადოთ სისტემა უფრო მარტივი და უფრო სწრაფი, რომ უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შეეძლოთ განვითარდნენ, აწარმოონ მეტი და იყვნენ კონკურენტუნარიანები მთელ მსოფლიოში. produce more and can compete around the world. ასე რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის 2025 წლის გეგმები. And for this work in 2025.